სავარაუდოდ ელექტროჯაგრის არასწორად იყენებ. მე ვარ ქეთი სტომატოლოგი და ეხლა აგიხსნი, როგორ უნდა გამოიყენო ელექტროჯაგრისი სწორად. ამ შემთხვევაში მიჭირავს მბრუნავი ტიპის ელექტროჯაგრისი და ძირითადი შეცდომა, რასაც უშვებენ ხოლმე არის. ელექტროჯაგრისის გამოყენების დროს ძირითადი შეცდომა, რასაც უშვებენ არის ის, რომ 90 გრადუსიანი კუთხით დებენ ელექტროჯაგრის პირდაპირ კბილის ზედაპირზე. ელექტროჯაგრისის ჯაგრულები ცოტა უნდა დავხაროთ რძილის მიმართულებით და ასე უნდა დავიდოთ. დაახლოებით 2-3 წამი მაქსიმუმ უნდა გავჩერდეთ კბილის თითოეულ ზედაპირზე, გარედან, შიგნიდან და საღეჭ ზედაპირებზე. უმეტესად ელექტროჯაგრისებს აქვთ ზეწოლის სენსორი, ანუ რას გულისხმობს ეს? თუ კი თქვენ ძალას გამოიყენებთ და ზედმეტად დააწვევით კბილს, გაჩერდება, ანუ აღარ გაასუფთავებთ, ნახოთ. ნახეთ, ძალა საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ და ასევე ელექტროჯაგრის თქვენი მოძრაობები აღარ სჭირდება ხელის. ის თავისით მოძრაობს, უბრალოდ უნდა მოათავსოთ კბილზე, გრძილისკენ ცოტა უნდა იყოს დახრილი ჯაგრულები. ჩვენ უკვე გავაკეთეთ YouTube ჩენელიც და მალე უფრო ვრცელი ვიდეოები დაიდება. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.